მოგესალმებით, ეს არის მილენიარი, მე კი ნუკლი შოშიაშვილი გახლავართ. ამ პოდკასტში ჩვენ ვისაუბრებთ სოციალურ კონსტრუქტივიზმზე. სოციალური კონსტრუქტივიზმი ეს არის თეორიული პერსპექტივა, რომელიც ამტკიცებს, რომ სამყაროს შემეცნება და გაგება ყალიბდება სოციალური ურთიერთობებისა და კულტურული კონტექსტებით. ეს ნიშნავს იმას, რომ რეალობა, რომელსაც ჩვენ მივიჩნევთ ობიექტურ ჭეშმარიტებად და რომელიც ჩვენსგან არ გამომდინარეობს, სინამდვილეში კონსტრუირდება სოციალური პროცესების მეშვეობით და სინამდვილეში ის დაკავშირებულია ჩვენ წარმოდგენებზე და აღქმებზე. თქვენი ცოდნა სამყაროს შესახებ არის არა რეალობის ანარეკლი, არამედ რეალობის კონსტრუირება. აქ პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ საუბარია სოციალურ რეალობაზე, მის ფაქტებზე და ფენომენებზე. არავინ არ უარყოფს, რომ მზე, მთვარე, მდინარეები, ქარი და სხვა ფიზიკური მოვლენები არსებობს ჩვენი გონების მიღმაც. სოციალური კონსტრუქტივისტები საუბრობენ, რომ ბევრი საკითხი, რომელიც ჩვენ ბუნებრივად მიგვაჩნია, სინამდვილეში წარმოადგენს ადამიანებს შორის შემთხვევით ურთიერთდამოკიდებულებების შედეგებს. უბრალოდ დროთა განმავლობაში სოციალური პრაქტიკა აღიქმება როგორც ობიექტური ნორმა, რომელსაც უკვე ცალკეული ადამიანები ვეღარ ცვლიან. თავდაპირველი სტრუქტურალისტები, როგორებიც იყვნენ პიტერ ბერგერი და ტომას ნუმანი, თავიანთ კვლევებში ძალიან მოგრძალდებულები იყვნენ. ისინი საუბრობდნენ, რომ სოციალური რეალობის ინსტიტუტები, ეთიკა, კლასები, იდენტობები, ეს ყველაფერი არის სოციალური კონსტრუქტები. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, როგორი უნდა იყოს ოჯახი, როგორ ნაწილდება ოჯახში როლები, ვინ არის მთავარი, როგორ უნდა საუბრობდეს ექიმი. ჩვენ გვაქვს წარმოდგენები, როგორ უნდა ვიქცეოდეთ ამა თუ იმ სიტუაციაში, როგორ უნდა იქცეოდეს ნამდვილი მამაკაცი ან ნამდვილი ქალი. ყველაფერი ამას ჩვენ ვიღებთ როგორც ობიექტურ მოცემულობას. მაგრამ სინამდვილეში არ არსებობს არანაირი კანონი, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერი ესე უნდა იყოს. ყველაფერი ეს იქმნება კონკრეტულ სოციალურ კულტურულ კონტექსტში. თუკი ჩვენ სხვა ქვეყნებსა და ეპოქებს დავაკვირდებით, ჩვენ ნახავთ, რომ ყველაფერი სხვანაირადაა. იქ ადამიანების შემთხვევითმა ურთიერთობებმა სხვა ნორმები ჩამოაყალიბა. იქაური რეალობა სხვანაირადაა კონსტრუირებული. ბერგერი და ლუმანი არ ამბობენ, რომ ეს ყველაფერი საშინელებაა, რომ ჩვენ გვატყუებენ, რომ ჩვენ ილუზიაში ვცხოვრობთ და არ მოუწოდებენ ხალხს ეგრეთ წოდებულ გამოღვიძებისკენ. ისინი უბრალოდ აღწერენ, რომ ყველაფერი ესეა მოწყობილი. რეალობა, რომელიც ადამიანებს ობიექტურად მიაჩნიათ, კონსტრუირებულია ამ ადამიანების მიერვე. ყველა ნორმა იქნება შემთხვევითი ადამიანების ურთიერთობის შედეგად და მოგვიანებით მისი ინსტრუმენტალიზაცია ხდება. შემდეგი თაობის კონსტრუქტივისტები კიდევ უფრო შორს წავიდნენ. ისინი ამბობენ, რომ ფაქტები და სამეცნიერო კანონებიც კი არიან სოციალურად კონსტრუირებული და შესაბამისად მთელი ჩვენი ცოდნა სამყაროს შესახებ არის სოციალურად კონსტრუირებული. ეხლა მაგალითებიც ვთქვათ. ფული არის სოციალური კონსტრუქტი. ფულის ფენომენი ჩნდება ადამიანების ურთიერთობიდან. ფერადი ქაღალდი, კონკრეტული მეტალი და ციფრები გარდაიქმნებიან ფულად. იძენდნენ კონკრეტულ შინაარსს, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ესე გადავწყვიტეთ, ჩვენი სოციოკულტურული კონტექსტიდან გამომდინარე. დოლარი ღირს იმდენი, რამდენიც ღირს, რადგან არსებობს ადამიანების ურთიერთობის კონკრეტული სისტემა. ჩვენ რო გადავიდეთ მაგალითად მე-10 საუკუნეში, დოლარს არანაირი ფასი არ ექნებოდა. იმიტომ რომ იმ ეპოქაში ადამიანების შორის ურთიერთობები სხვა კონსტრუქტებით იქნებოდა. ენა ესე სოციალური კონსტრუქტია. ენა ფორმირდება ადამიანური ურთიერთობების შედეგად და კონკრეტულ სოციალურ კულტურულ კონტექსტში. ის მუდამ იცვლება, განისაზღვრება კონკრეტული სიტყვები და გამოთქმები, რომელსაც ჩვენ ვქმნით. ხალხის წერი ჩვენივე გამოგონილი ცნება. ძაღლს ძაღლი ქვია, იმიტომ რომ ჩვენ ესე გადავწყვიტეთ. სხვა ენაში ძაღლს სხვა სიტყვა აქვს. ნარკომანი ესე სოციალური კონსტრუქტია. ნარკომანია შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულად ან ჩაითვალოს დაავადებად. პირველი შემთხვევაში ნარკომანი არის ცუდი ადამიანი, რომელიც უნდა გავკიცხოთ. მეორე შემთხვევაში ნარკომანი დაავადებულია, რომელსაც უნდა დავეხმაროთ. ნარკომანიაზე წარმოდგენა და იმაზე თუ ვინ უნდა ჩაითვალოს და ვინ არა ნარკომანად, სოციალური კონსტრუქტების პროცესში ხდება. ნათელია, რომ ჩვენი რეალობა შედგება სოციალური კონსტრუქტებით, ამიტომ ლუმანის და ბერგერის ნაშრომს ჰქვია რეალობის სოციალური კონსტრუირება. დასკვნა შემდეგნაირია. შემეცნება ეს არის კონსტრუირება. ჩვენი ბიოლოგიური ორგანიზმის კოგნიტიური უნარებისა და ენის მეშვეობით ჩვენ მუდმივ ვაკონსტრუირებთ რეალობის ობიექტებს. ჩვენ ვქმნით შაბლონებსა და შეთანხმებებს, რომელიც დროთა განმავლობაში იქცევა ობიექტურ ნორმად, რომელიც ჩვენ იდენტობას აყალიბებს. მეორე დასკვნაა, რომ ჭეშმარიტება პრინციპულად მრავალია. კონსტრუქტივისტებისთვის ჭეშმარიტება ეს არის ის, რაზეც ხალხი შეთანხმდა, რომ ჭეშმარიტებაა კონკრეტულ სოციალურ კულტურულ კონტექსტსა და დროში. და ბოლოს მესამე დასკვნაა. სწორი ცოდნის კრიტერიუმს წარმოადგენს ის, რომ კონსტრუქტივისტები აღარ ეძებენ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას. ისინი ამბობენ, რომ თუკი მოცემული მდგომარეობა დღემდე არ იყო უარყოფილი, თუკი ჩვენ მის ფუნდამენტზე ვდგავართ, ესე იგი ეს ფუნდამენტი ამართლებს ჩვენ მოლოდინებს.
აი ესეთია სოციალური კონსტრუქტივიზმი. რა თქმა უნდა, მისი კრიტიკაც აუცილებელია, რადგან მაშინ ყველაფერი ჭეშმარიტების უარყოფა მოგვიწევს. მაგრამ ეს თეორია ბევრ სოციალურ მოვლენის ახსნაში დაგვეხმარება. მოკლედ გაეცანით მას და უფრო გათვითცნობიერებული გახდებით.